EVA Outdoor Classic 2026. მოდი ეს ვიდეო დავუთმოთ ყველანაირი სახის ჩემს უკანაც არის ოპტიკურ სამიზნეებს. არა ბინოკლებს, ზოგიერთ შეცდომით რო იძახის ხოლმე. B2 ნოკლ თვალი. ორთვალა ესენი არა, ეს ცალთვალა არის, ხო? ამიტომაც ამას ქვია ოპტიკური სამიზნე. გადავიღოთ ყველაფერი, რასაც ვნახავ, რაც ნაწილობრივ საინტერესო იქნება, არა მარტო ჩვეულებრივ ოპტიკებს, არამედ ღამის ხედვებსაც, ციფრულებსაც, რაც იქნება, ყველაფერი რა მოვიხილოთ და ვნახავ. იმედია საინტერესო იქნება, რაღაცები მე უკვე ნანახი მაქვს წინა გამოფენებიდან და ვიცი უკვე მიახლოვებით რაც უნდა ვნახო ამჯერადაც. იმედია მოგეწონებას და რაღაცა დამატებით შემეცნებითი იქნება თქვენთვის. დავიწყოთ. გადმოვიდეთ ახალ პავილიონში, ნომერი 3A. აი, ბოლოში ჩანს, რომ ეს 3A არის. დიდი იმედი მაქვს, რომ დღეს მოახერხებ ამ პავილიონს და გეგმაში კიდე დამატებით მეორე პავილიონიც მონახავ დღეს. თუ ვერ მოვასწარი, გეგმას გარანტირებულად ჩამორჩენილი ვარ, იმიტომ რომ დღეს რასაც მოვასწრებ და კიდე მაქსიმუმ ხვალე ნახევარი დღე არის, ისიც ნახევარზე მეტი უკვე აიხვეტება ხვალე წავა. შესაბამისად უკვე საინტერესოს ვერაფერს ვეღარ ვნახავთ. კარგი, დავიწყეთ ახლა მოძრაობა. ეს ყველაზე აქტუალური სტენდი არის, სტენდი რა პავილიონია. ATN-ი, GoPro-ები, არა, GoPro მე-4-ში არის, იქით არის. მაგრამ აქაც ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცებია. თუ არა ვწდები, პულსარი უნდა იყოს აქ ასევე. კიდე მოკლედ აქ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცები უბრალოდ ეხლა ვშ. აი, ანშულცი გამოჩნდა, რეტაი გამოჩნდა, იცით, რეტაიც საქართველოში. კარგი, ნელ-ნელა დავიწყოთ. კალესი, აგერ არის ბედნიერი. ოჰო, წავედი ახლა მე ჩავიხუტე. მოვედით კალესის სტენდთან. ისედაც ხო ყოველთვის ჭკუა მეკეტებოდა ამ წარმოებელზე. წლიდან წლამდე არც ერთხელ არ ჩაჭრილა ეს მწარმოებელი ჩემ ხელში. ყოველთვის გადასარევი გამოსახულება აქვს. ეხლა რამდენიმე ოპტიკას მეწვალე აქვს. მაღალი ჯერადობისას, LPV-ოს, ესეც ეს არის რეკლამით წარმოედგინეთ, რომ ფეხებზე კიდია, წყალში ყოფნა წყალი პატარა არ არის სიღრმის ვარიანტში რომ გათვალოთ, აი ეს ერთი ხელი, აქედან თქვა მეორე, მესამე, მეოთხე. კაი, რომათ არის ჩაფლული. მაღალი ჯერადობაც, LPV-ოც, აქ თუნდაც იარაღზე დაყენებულიც ყველა გადასარევად ჩანს. არ ვიცი როგორ ახერხებს ეს წარმოებელი იმას, რომ აი თუ მოახერხებ ფოკუსის დაჭერა, სამწუხაროდ არ მიქნება საშუალება კამერიდან ძალიან ძნელია. მოკლედ ახლა ამ ოპტიკიდან ვიყურებოდი, აი ზემოთ კედელზე ბეტონის პატარა უსწორმასწორო, რომ პატარ-პატარა ბუსტუკები რო არის ხოლმე ჰაერის, აი მას სათითაოდ ხედავ მაქსიმალურ გაჩავდობაზეც. არანაირი დაბნელება არ აქვს, როგორ ახერხებს ეს წარმოებელი ამის გაკეთებას, არ ვიცი. ზღაპარია, ერთადერთი ეგ არის, რომ არაჰუმანური ფასები აქვს ხოლმე, როგორც წესი. ძალიან კარგი, შესაშური მწარმოებელია. გისურვებთ ყველას, რომ გქონოდეთ არანაკლები ოპტიკა. ჰალკის ოპტიკა. წარმოდგენილი აქვს ყველანაირი სახის კოლიმატორები. რა თქმა უნდა, ძირითადი მიმართულება ეს არის ყველანაირი სახის ოპტიკური სამიზნეები, როგორც ასე ვთქვათ, სვლადი, ჯერადობის, ისევე მაგალითად LPO დიზაინის. რა თქმა უნდა, არის ყველანაირი სახის ბინოკლები. სხვათა შორის მინდა ხაზი გაუსვა ახლა ბინოკლები რო დავინახეს თვარითი. ძალიან ბევრი მიკავშირდება თქვა მეუბნება. თუ შეიძლება რომ ბინოკლი გამისწორო თოფზე. ეს არ არის ბინოკლი. ლათინურიდან B ნიშნავს ორს, ნოკლს ნიშნავს თვალს. ორთვალა ხალხი არის აი ეს. ამას თქვენ ვერაფერს ვერ დააყენებთ ამას არანაირად არ ქვია ბინოკლი, ჭოგრიტი და ასე შემდეგ. ქვია უბრალოდ ოპტიკური სამიზნე. ეს რა ვიცი, თუ გინდათ რომ ერთ ენაზე ვილაპარაკოთ ხოლმე მეც, თქვენც და ნუ შესაბამისმა საზოგადოებაც. თუ თქვენ უბრალოდ მაინც თვლით რომ იცით რა, ბინოკლი გიყენიათ თოფზე,
ღმერთმა გაგიმარჯვეთ, გააგრძელეთ ეგრე. ესეც ჰალკის მთლიანი ჯიხური. ჩემს უკან ახლა არის ჰალკის ჯიხური, სადაც წარმოდგენილია თავის პროდუქცია. წარმოდგენილი აქვს ჩვეულებრივი კლასიკური ოპტიკები, ცვლადი ჯერადობით, ფიქსირებული ჯერადობით, LPV-ები, რა თქმა უნდა, ყველანაირი ტიპის ბინოკლები და სხვა ოპტიკური მოწყობილობები, რა თქმა უნდა, კოლიმატორებიც აქვთ. სხვათა შორის ეს წარმოებელი ერთ-ერთი ჩემი საოცნებო მწარმოებელი იყო 15 წლის წინ. მასთან ზარებდა ხოლმე რა. დღეს რო უყურებ, არა, ეს ის არ არის, მაგრამ დღემდე მაინც რაღაც გარკვეულ დონეს იჭერს, თავისი ნიშა აქვს. რამდენიმე ოპტიკა გადავამოწე ახლებიც, ძველებიც. იდეაში ადეკვატური არის ფასთან მიმართებაში, მაგრამ ის რო ახლა თქვა, მაგალითად ახლა ეს სტენდი არის განთავსებული კალესის სტენდის გვერდზე. ახლა შემოტრიალდები მაგალითად. აი ეგრე გვაქვს კალესი. ახლა სად ეს? გასაგებია ხა ამის ფასი არის, რა ვიცი, შეიძლება 10 ჯერ უფრო ნაკლები იყოს ვიდრე კალესის ფასი. მაგრამ შესაბამისად ხა ხარისხი 10 ჯერ ნაკლები თუ არა, მაგრამ 2 ჯერ ნაკლები მაინც არის. კარგი ბალანსირებული, ესე ვთქვათ, ზღვარი არის ხარისხი და ფასის შედარების ვარიანტში, თუმცა გარკვეული რაღაც ხარვეზები აქვს. ხა რა თქმა უნდა, ბევრ ოპტიკას რო გავხედე, განსაკუთრებით მაღალ ჯერადობაზე, როდესაც გაგყავს, ცოტა დაბნელებაც ემჩნევა და რაც მთავარია, ყოველთვის ამისან ოპტიკებში ჩანს ხოლმე ოპტიკური ოპერაცია. ეს ოპერაცია ნიშნავს იმას, რომ მაგალითად, როდესაც იყურებთ აი მკაფიო რაღაცას უნდა შეხედოთ, მაგალითად თეთრ ობიექტს ან მუქ შავ ობიექტს უნდა შეხედოთ, თქვათ აი კვადრატი, წრე ან რაღაცა უნდა დაინახოთ თორეჯ და აუცილებლად მის საზღვარზე, გვერდებზე ერთ მხარეს იქნება თქვათ ლურჯი, მოწითალო ან მოიასამისფრო რაღაცა ფერის ჩრდილი. ანუ აი თქვათ აი ჩემი თავი არის, ხო, აი თავის ირგვლივ იქნება რაღაცა ესეთი აურა, პატარა თხელი. მეორე მხარეს, აქეთან მხარეს იქნება რაღაც მოყვითალო, მომწვანო ფერი, ესე თქვათ რაღაცა. აი ამას თუ დაინახავთ, ეს იმას ნიშნავს, რომ ოპტიკური ლინზები, როდესაც აყენია, ერთმანეთს მიმართ, რამდენიმე ლინზა ცოტა აცდენილი, ამის გამო ცენტრში არ გადის გამოსახულების სხივი გადის გვერდულად და ამის გამო წარმოიქმნება ზუსტად ეს ოპტიკური ილუზია, როდესაც აი თქვათ ლინზას რო ხდება დღის შუქი, იშლება და ცისარტყელის ფერებს იღებს, ხო? აი ერთ-ერთი გადატეხვის თქვათ მეთოდი არის აი ზუსტად რა. რას იზამთ ახლა შესაბამისი ხარისხი არის. ხო, წინააღმდეგ შემთხვევაში თუ პრეტენზია გაქვთ, რომ თქვენ გიდათ აგრე გვერდზე არის კალესი. კი ბატონო, გადაიხადეთ 2-3000 და თქვენი არის ეს. არანაირი პრობლემა არ არის. კარგი, მოკლედ ეს იყო ჰალკი. ისე დასანანია ჰალკი ადრე უშვებდა ძალიან კარგ ბალისტიკურ კალკულატორს, რომელიც აერგანისტვის იყო ზედ გამოჭრილი. დღეს სამწუხაროდ ერთგვარად საერთოდ შეწყვიტეს, ეხლა ძველი პროდუქტი არის, იმას თუ გადმოწერთ, თავსებადობაზე ხანდახან პრობლემაა, მაგრამ რაღაც დონეზე მაინც მუშაობს. კაი იყო რომ გაეგრძელებინეთ ეს ხაზი, მაგრამ რატომღაც გადაწყვიტეს, რომ აღარ გვინდაო, აზრი არა აქვს. იმიტომ რომ პრობლემა ის რაში არის, ხა ესენი იყენებდნენ თავიანთი ოპტიკის და ბადების მიხედვით და პლანეტაზე იმდენი არის უკვე ბადე და ოპტიკა, ხა ყველას ხო ვერ გაითვალისწინებთ და მე ვიღაცა ჩიოდა რომ აი არ მუშაობს თქვენი ბალისტიკური კალკულატორის სწორ მონაცემს არ ეძლევა. შესაბამის პროდუქტზე იყო ის ორიენტირებული. კარგი, მოკლედ ეს არის ჰალკი. წავით ახლა სხვები ვნახოთ. Hey, can I help you?
ერთ-ერთი სასურველი წარმოებელი Schmidt & Bender-ი. ძალიან ტოპ დონე არის, ასე ვთქვათ. ყოველთვის სასურველია ხოლმე და ნუ აი პირველი რასაც მოვიდი, ეს ზღაპარი ეგზემპლარი გადასარევია. აუცილებლად შევამოწებ ახლა როგორ გამოიყურება. პატარა შესავალით ახლა ვნახოთ ეს ვარიანტი რა პროდუქტები აქვს საერთო ჯამში წარმოდგენილი ხაში. შარშან მე გული გამიტეხა მაგალითად Night Force-მა. შარშანცინ გამიტეხა Schmidt & Bender-მა გული. იმიტომ რომ ერთ-ერთი ოპტიკა რომელიც ავიღე იაფიანი მოდელი იყო, იაფიანი ხაზიდან, იდო აი ამ ადგილზე. როდესაც გავიხედეთ იმ დღესაც კარგი ნახელი დღე იყო, სამწუხაროდ დავინახე ყველანაირი ოპტიკური ოპერაციები რაც კი შეიძლებოდა წარმოგედგინა კაცს და წესით ასოცირდება ხოლმე რაღაც იაფიან ჩინურ ოპტიკასთან. აი სამწუხაროდ Schmidt & Bender-შიც მოახერხე ამისთან რაღაცის გამოჭერა. ეს იყო მაგარი იმედგაცრუება, თუმცა როგორც ვიმეორებ, ეს მხოლოდ შარშან აღარ შემხვედრე ესეთი მოდელი. ეს შეიძლება იყოს სტენდზე წარმოდგენილი მოდელი იყო დაზიანებული, ან ერთეულ ეგზემპლარს ჰქონდა რაღაც ტექნიკური ხარვეზი, როდესაც შიდა ლინზები ცენტრირებული არ იყო და ერთ-ერთი ლინზა თქვა კუთხეში იყო გადაადგილებული, რის გამოც ეს ხო არის ხოლმე ლინზები ამოჭრილი აქ მრგვალად, ან გარედან არის ხოლმე, ხო? აი კუთხეზე გადიოდა და შესაბამისად ხივი უკვე იშლებოდა და ამიტომაც აი მხელა აქეთ ამ მხარეს ჩანდა თქვა მოლურჯო ფერი, მოიასამნებს უფრო, ხოლო ქვემოთ ჩანდა მოყვითალო ფერი. ეს უკვე გარანტირებულად მაჩვენებელია, რომ ოპტიკური დისბალანსია ლინზებს შორის და შესაბამისად ოპტიკური ოპერაციები გვაქვს ვიზუალში. წესით რიგით ესეთი რაღაცები ამ წარმოებელს არ შესხონდა. ეხლა ვნახავთ ძლიერ მოდელებს. წესით 60X-ი ძალიან კაი რაღაცა უნდა იყოს. ხა რა ხდება ამ მოდელში. იდეაში გვაქვს 36, მოდი ამ მოდელებსაც ვნახავ. ზუსტად ვთქვათ, შემდეგ განაჩენი. ეხლა მოდი ეს ვარიანტს გავაკეთებ მე რა. შემოგიტრიალეთ კამერას და გაჩვენეთ ახლა იდეაში ამათ გაუმართლათ რომ სტენდი ესეთ ადგილზე აქვს, სადაც პირდაპირ შეიძლება გარეთ გაიხედო და გარეთ შესაბამისად ჩანს გარკვეული გამოსახულება. რაზეც შეიძლება დავუმიზნო და გაიხედო ნახო როგორ ამუშავოს. ეს საინტერესოა, ამასაც ოპტიკური ოპერაციის თემა როგორ აქვს. კარგი, უკვე შეგვიძლია თქვათ რეალურად რა წარმოადგენს ეს ოპტიკა ამ შემთხვევაში. მე შევსწრები ახლა გაჩვენოთ გამოსახულება, რეალურად რას უყურებთ. მოკლედ ჩვენ ვართ ახლა Schmidt & Bender-ის სტენდზე და როგორც ხედავთ, წინ გვაქვს ესეთი ხედი. გვაქვს შუშა და შესაბამისად გვაქვს ნაძვები წინ, ასევე წითელი შენობა. აი ეს პატარა რაღაცა რა წვრილი. იმას რაღაც თეთრი წარწერები აქვს. ის ძალიან კაი მაჩვენებელია, ოპერაციები შეგვიძლია დავინახოთ თუ არა. ეხლა მე როდესაც გავიხედე ამ ორი ოპტიკიდან, ეს არის 36 ჯერადი, ეს არის 60 ჯერადი. რა თქმა უნდა, ძალიან კაია 60 ჯერადი, მაგრამ ეხლა მივხვდი რაც უფრო მაქსიმუმზე ადიხარ, ძალიან ძნელია ფოკუსის დაჭერა არა იმის, რომ სუფთა გამოსახულება გქონდეს, არამედ კადრი დაიჭირო ზუსტად იმაზე, რასაც უყურებ. ოდნავ მიკროსკოპული წარწერაც და ყველაფერი მოძრაობს. კარგი, ჯამში ახლა ნახე რას ვაკეთებთ. ვიყურებთ ეგ ნაძვზე, ოღონდ რა თქმა უნდა, გავითვალისწინოთ, რომ ვიყურებთ შუშის მეშვეობით და გარკვეული ცდომილება ესეც გვექნება. შესაბამისად, ნაძვზე მაქსიმალურ ჯერადობაზე სიმკაფიოე ნაკლები გვაქვს. კარგად არ ჩანს. რაც შეეხება აი ამ შენობას. ამ შენობას ხედავთ, არის ეს თეთრი წარწერა. ამ თეთრ წარწერას მაქსიმალურ ჯერადობაზე, როდესაც უყურებთ, ძალიან ნათლად შეიძლება კარგად შეაფასოთ ოპერაცია, ჩანს თუ არა. ამ შემთხვევაში მაგალითად აი სიმბოლების რო არის თქვა ვაჩუ H და E ბოლოში. ის თავზე ჩანდა აშკარად ზემოდან ოდნა მოყვითალო ოპერაცია, რაც სასიამოვნო არ იყო. თუმცა ეს
კიდევ ერთხელ ძალიან მაქსიმალურ ჯერადობაზე და ძალიან თხელი უბრალოდ აი რაღაცა პატარა ასლივით გადაკრავდა. შესაბამისად აი შეიძლება ერთადერთი ეს მინუსად ჩაუთვალოთ, თორე დანარჩენ კუთხით ოპტიკა არის ზღაპრული. და ანგელოზია. უბრალოდ ამის ფასის წარმოდგენა მეშინია. თან შპურის რელსი აყენია, უბრალოდ რინგებზე აყენია. აქეთა მოდელებიც ნახოთ რა გვაქვს. 5.25 5.55 ეს თქვა დანარჩენი ერთადერთი ხა მე გადავხედა ორ მოდელსაც და ამაზეც საბოლოო სიტყვა ვთქვათ. კარგი, შემაჯამებელი ვიდეოც ერთ-ერთი სიტყვას ვთქვათ. იდეაში 5.55-იც და 5.25-იც მშვენიერი ოპტიკებია, მაქსიმალურ ჯერადობაზე იგივე შენობაზე რო უყურებთ თეთრ წარწერებს, არანაირი ოპერაციები არ ჩანს, ყველაფერი კამფეტი არის იდეაში. ბედნიერად თუ საშუალება გექნებათ, თავმაც შეგიძლიათ შეიძინოთ ერთიც, ესეც მეორე მოდელიც. რა თქმა უნდა, შესაბამის ფინანსებიც გაამზადეთ. ეს მოდელი, ეს მწარმოებელი საერთოდ Schmidt & Bender იაფიანი არასდროს არ ყოფილა და ალბათ არც არასდროს არ იქნება. ესე იგი, მოვედით Discovery სტენდსთან. საქართველოში უკვე პრაქტიკულად ბევრი იცნობს ამ მოდელებს, ძალიან შემდგარი და მოკლედ უკვე შემდგარი ფირმა არის, იდეაში კარგ მოდელებს უშვებენ, მეც მაქვს რამდენიმე მათი ოპტიკა, როგორც AR-ისთვის, ისევე მაგალითად long range shooting-ისთვის, საკმაოდ კარგი მონაცემები აქვს, ხა წინასწარ რა თქმა უნდა არ შეედრება ეს ოპტიკა არც Schmidt & Bender-ს, არც Night Force, არც კალეს და ასე შემდეგ, მაგრამ თავის კლასში არის გადასარევი შესაძლებლობების რეკლამასავით გაუნდის, მაგრამ ალბათ არაერთ 10,000 ადამიანს უკვე გაქვთ საქართველოში ეს ოპტიკა და დამეთანხმებით, რომ თავისი დონისთვის მშვენიოდ აჩვენებს შედეგებსაც კარგს იძლევა. წელს აქვთ რამდენიმე ახალი მოდელი, შევეცდები ხა შევატრიალო კამერა და გიჩვენოთ რები არის. აქ წარმოდგენილი გვაქვს ძირითადად შემოვიდნენ ესენი ღამის ხედის ბაზარზე. ერთი არის თერმული ოპტიკა, ეს აქვთ 256 და 384 მატრიცაზე, 680-იანზე ჯერ კეთდება და არ არის მოყოფილად დასრულებული და არის ღამის ხედვა, ესე ეგრეთ წოდებული ინფრაწითელ გამოსახულებაზე. ეს არის 600 შემდეგ აღარ მახსოვს რამდენზე არის გარჩევდა, მოკლედ თითქმის 640-იან მატრიცაზე არის. რა თქმა უნდა, ორივეს აქვს ბალისტიკური კალკულატორი ჩაშენებული და მანძილმზომი, შესაბამისად თვითონ ავტომატურად გააკეთებს კორექტირებას. ერთადერთი რადგან ფორმ-ფაქტორი ცოტა სხვანაირია, ხო, როგორც ხედავთ, ტელევიზორით მიდგას, ხა შესაბამისად ამას ესე გამოსახულებას პირდაპირ ვერ მოიტან შენთან. ანუ კლასიკურ ოპტიკას თუ აქ უყურებ თვალი და სადღაც აქ აგაკ, ამასაც აქ ვერ დააყენებ. გინდა არ გინდა ეს უკვე იმისაც რომ კარგად დაინახო თვალში, ხა ტელევიზორი პირდაპირ შუბლზე ხო არ გექნება. შესაბამისად გიწევს აი ესე შორს გაწევა. ეხლა AR-15-ის და მაგდაგვარი პლატფორმების ეს პრობლემა არ იქნება, იმიტომ რომ ბევრს აქვს რელსი მთლიანად სიგრძეზე, მაგრამ აი ვოლტისთვის ალბათ დაგჭირდებათ უფრო დამაგრძელებელი რაღაცა, რომელიც წინ გაგიწევთ, ასე ვთქვათ, ოპტიკას და მოგცემთ საშუალებას გაიხედოთ. გარდა მაგისა, სიახლე არის Gen 3 630. ეხლა მე მგონი აქ არ არის 540 არის, ესეც საკმაოდ საინტერესო მოდელი, მაგრამ ძირითადი ნახეთ რა არის. აი აქ არის ახლა წარმოდგენილი ესეთ ვარიანტი. ეს რამდენიმე სერიაში არის 525-ში და არის 630-ში. 830-32 მგონი არ აქვს.
თუ დააკვირდებით გამოსახულებაზე არის ეს მწვანე წერტილი. ნახეთ, აქ მეორე მხარეს მეორე წერტილი არის. იძლევა საშუალებას რა დახრა საითაც გაქვთ, წინასწარ ელექტრონულად გაძლევთ, რომ აი აქ შეგეშალა და აქ მხარეს აგაკ დახრილი ოპტიკა. შესაბამისად შენ უკვე თუ გაისვრი აგიცდება და ეგეთი რაღაცა რო არ მოგივიდეს, ამიტომაც გაასწორე. თუ შესაბამისად მეორე მხარეს აგენთება, შესაბამისად აქეთ აგაკ დახრა. თუ ორივე ჩამქრალი იქნება, ესე იგი სწორედ აგაკ ჰორიზონტი დაჭერილი და მაგ შემთხვევაში შეგიძლიათ ამათ გაისვრო, უკვე სწორედ გაისვრო. მოკლედ, ასე ვთქვათ, ვითარდება რა ეს ბრენდი, წინ მიდის, სიახლეები აქვს. რაღაცები შეიძლება შემოვიდეს ქართულ ბაზარზეც. ნახოთ, წარმატებები უსურვოთ. გადავდივართ 4A საგამოფენო დარბაზში და აქ პირველი შორს რაც ჩანს ეს არის ვალტერის ვებერთელა რეკლამა თავიანთი ახალი RS3 შაშხანის შესახებ. აიგერ ნახეთ პულსარის. ერთ-ერთი ტოპ მწარმოებელი. აიგერ წელს ახალი მოდელი აქვს წარმოდგენილი Trial 3. შეიძლება მე ვარ ჩამორჩენილი და დღემდე მირჩენია კლასიკური ფორმა ჰქონდეს ოპტიკის, თერმულ, ღამის ხედვის ოპტიკას, თუმცა სამყარო ჩემ გემოვნებას არ მიყვება ხოლმე. რამდენად გემრიელი რაღაცა არის. კარგი, მოდი დავათვალიერებ ხელწები და მე შემაჯამებელი პატარა ვიდეო. და ეხლა გავიჭყიდე რაღაცეებში და რა თქმა უნდა ჩემი გადასახედიდან ეხლა ვერავის თავს ვერ მოგახსოვთ ჩემ აზრს, აღარ განსაკუთრებული პროფესიონალი არ ვარ, უბრალო მოკვდავი მომხმარებლის გადასახედიდან. ესე იგი, გვაქვს აქ Termian 2 LRF ანუ range finder-იანად და რა თქმა უნდა არის ორი სერია LX60 და XJ60. ტექნიკურად ორივე ერთი და იგივე არის, ორივე არის 1024 მატრიციანი წესით, ხარისხიანი უნდა იყოს, ხო? მაგრამ ეხლა ნახე განსხვავება რა არის. იმას გაცილებით უკეთესი ხედვა აქვს ვიდრე ამას. რაში გამოიხატება ეს? აი ეგეთ წოდებული თითქოს აი ზუმფარა ქაღალდი გადავლილია რაღაცნაირად დაწერტილი გამოსახულება, ანუ noise რო ეძახიან რაღაც მაგდაგვარი ზედმეტი ფენაგა გადაფენილი გამოსახულებაზე, როდესაც იყურები. მაშინ როდესაც აი XJ60-ში ფიზიკურად საერთოდ არანაირი პრობლემა არ აქვს, გადასარევად სუფთად ჩანს, ერთადერთი არის, რომ როდესაც ამოძრავება გამოსახულებას, ოდნავ ცოტა ბლურდება, ანუ ვერ გეწევა, ახლა მაგალითად წუთი. ახლა იქ წინ ვიყურებოდი. ამას უყურებ და თუ ხედავთ აი აქ არის წვრილი მართულები გაბნეული. აი ყველა მართულს ხედავს სათითაოდ ღამის რეჟიმში. ერთადერთი როდესაც ჩქარა ამოძრავებ, ხო ესეთ ვარიანტში. ცოტა იკარგება გამოსახულება, ცოტა გაბნეული ხდება, შემდეგ უცებ როგორც კი მიკროწამით ოდნავ შეაყონებ ან გაჩერდები, მომენტალურად რაღაც იდეალურად სუფთა გამოსახულება ჩანს ხო. შესაბამისად ხა მედია წაიქცევა კამერა. შესაბამისად ჩემი არჩევანი რო იყოს, ავირჩევდი XJ60. თუმცა კიდევ ერთხელ მეორე შეიძლება ვცდები, პლუს გავითვალისწინოთ ის, რომ საგამოფენო დარბაზზე და შეიძლება რაღაცა დაზიანებული კონდეს მაგალითად აი XL სერიას. თორე როგორც ერთი გახებით, წესით ერთი მეორეს ცოტათი ჯობია. რაც შეეხება Trial 3-ის გარეკლამირებას, აქაც არის ორი მოდელი. XL50 და XQ50. ეხლა წესით, ეს რო ავიღოთ და გავიხედოთ იგივე თქვათ, რადგან უკვე დავაფიქსირე იმ ერთ ოპტიკაში, შესაბამისად გადასარევად ჩანს იქ სათითაო მართული. ამაში ბოდიში და ეგეთი ხედვა არ აქვს. მიუხედავად იმისა, რომ გარეკლამირებულია, რომ აი ეს ახალი არის. შეიძლება ბიუჯეტური სეგმენტისთვის არის და მისაღებია, მაგრამ ხარისხი ისეთი არ არის, როგორც წინა მოდელს ჰქონდა. ამაში რო გავიხედოთ. ამაში ცოტა უფრო სუფთა არის გამოსახულება, მაგრამ მაინც რა თქმა უნდა ჩემი გადასახედიდან ჯობდა მაინც XJ60 გაჩერება. მოკლედ ეს იყო პულსარის სტენდი. აიგე რა ვართ. მადლობა უთხრათ ვიზია პულსარს, რომ გაგვაცნო თავის პროდუქცია. წავედით ახლა შემდეგებს. ესეც HIC Micros სტენდი. HIC Micros ოპტიკები ჩვენთან აქვს ხოლმე ხალხს მინახია. даже ერთი ორს ჩინეთიდან ქონდა ჩამოტანილი ჩინური მოდელი. ჩინურად ეწერა ყველაფერი. მაგრამ გამოსახულებას თუ თავის საქმეს ბედნიერად აგეთები.
ეხლა როგორც აი ეს წაიქცა, ეს შეიძლება ნებისმიერ წაიქცეს, დავარდეს და მე გავიხედავ და ვიტყვი ხოლმე რომ აი ცუდია, ცუდად ჩანს. ერთ-ერთი მიზეზი იმისა რომ მე ცუდი დასკვნა გავაკეთე, შეიძლება ზუსტად ეგ იყოს რომ წაიქცა და გაფუჭდა. კარგი, ну, ეს ფიქრი რომ კაი მოდელებია ხოლმე, მაგრამ როგორც წესი აი, კაი რაც აქ ეხა სტენდს მაგალითად, ნახეთ, ფასებიც მიწერილია. მე ამ სეგმენტში გარანტირებულად არა ვარ. გავწდი. ისევე როგორც აი ეს სეგმენტი. შეიძლება რაღაცა კიდე წავეთამაშო TH35-ს, თუმცა TH35 ნანახი მაქვს, რასაც აკეთებს და დიდად აღფრთოვანებული არა ვარ, ასე რომ ცოტა იმაზე თავ შევიკარგო. ზემოთ კი უკვე მე ვეღარ გავწდები, ჩემი სეგმენტი აღარ არის. აქეთ როგორ გვაქვს საქმე ვნახოთ. აქაც იგივე გვაქვს TH35-დან იწყება ყველაფერი. ნახოთ აბა აქეთ ვიჰაკ. ყველაზე დიდი მოთხოვნაა როგორც ჩანს. აქაც გვაქვს სტენდი და ბარემ აქაც ვნახოთ. აი ჩემი სეგმენტი ასე ვთქვათ რა პირობთ. მაგრამ რა გამოსახულება აქვს, როგორ აქვს, კაცმა არც ის. მოდი უცებ გადავხედავ და ვნახავ. სწორი გამოთქმა არსებობს, რასაც იხდი, იმას იღებო რა. ეხლა პირობითად 850 დოლარიანში გავიხედე. ჯობდა არ გამიხედა. 999-იანში მაინც ჯობდა არ გამიხედა. 799-იანში საერთოდ არ უნდა გამიხედა. 1000-იანში ნუ გაიხედავ კაცმა, მაგრამ დიდი არაფერი. გამოსახულება ბნელია, არაფერი არ ჩანს, თან წეღან აქეთ თუ მოვტრიალდებით გვერდზე არის პულსარის სტენდი. აი ეგრე მოვტრიალდები. წეღან ვიყავი პულსარის სტენდზე და იქიდან აქ არ უნდა გადმოხვიდე. განსაკუთრებით აი ბიუჯეტურ სეგმენტში. ეგრევე ხვდები რომ კი შეიძლება ფასით შენი სეგმენტია, მაგრამ არა რა შულო რა. ამას არ უნდა გაეკარო, აზრი არ არის. ასე რომ წავიდეთ აბა ვნახოთ ძვირიანი სეგმენტი, იქნებ იქ მაინც რაღაცით დაუკმაყოფილდეთ პირობითად. მოდით ახლა ამ კაცს არ შეუშალოთ აქ ხელი, ჩვენ მეორე მხარეს გადავიდეთ, იქაც იგივე მოდელები აყენია პრაქტიკულად. უბრალოდ ეს მოდელები არის, როგორც ახლა აქ ჩანს კადრში, ამ ძირითად ოპტიკაზე დაყენებულია დამატებითი რაც თერმული გამოსახულების მისაღები. ნახოთ აბა რას მოგცემს ეს. საერთოდ გამოთვლია. ესეც არ მუშაობს ნორმალურად. აბა ეს ნახოთ. Let me help you. It's not on. Oh, yeah. Maybe low battery? Okay. Yes, very low battery. Okay. Same situation with the others. Same situation? Yeah. Have a look, sir. Oh, You can adjust here to focus. Yeah. Yes. thank you. Oh, yeah. 51 Mars. TQ50C. This one. Yes. Okay. But without laser rangefinder. Yeah. Okay. And let me click for you. Let's change the color. No, once more. Again. Yeah, that's better. Do you focus well? Yeah. Okay. Nice. You are a very good one. Very good one. And very good design. It's very short, very light. And just one click. I think it's here. Here, like this. You can feel it's very short and light. Yeah. ეს მარტო ნასადგა არის და რამდენად მსუბუქი არის ეს მამოძაღლი და ერთი სალი ღილაკის გადახსნით შეიძლება მოხსნა და დააყენო. შესაბამისად ხა აი ეს ერთი ღილაკია რომელიც უნდა ჩახსნა, მე გადაატრიალებ აი ამ რგოლს და გამოდის ფლიან. შესაბამისად ნებისმიერ ოპტიკაზე დააყენდა
გამოვიდა უკვე ნებისმიერ შენი ოპტიკა ღამის ხედვა. ცუდი ისაა, რომ ამას მაგალითად არ აქვს მანძილმზომი. შესაბამისად ეს იაფიანი მოდელია 3000 ევროიანი, ხოლო ამ მოდელზე ხა აკუმულატორი დამждარია, მაგრამ ზემოთ როგორც ხედავთ, ეს დამატებითი ვარიანტია, რომელიც არის მანძილმზომი. შესაბამისად ეს ვერსია უკვე ღირს 3500 евро. მომიწევს ამ სეგმენტში რამენერად გადასვლა, მაგრამ ალბათ 1-20 წლის მერე. თუ ცოცხალი იქნები მაგდროისთვის. კარგი, იქ მიკროც მოვინახულეთ. გადავედით შემდეგებს. ნახეთ აქვე ატლონის სტენდიც. ცნობილი ფირმა ესეც, ჩვენს წრეებში არის ხოლმე გარკვეულწილად ცნობილი, ასე ვთქვათ, ვიცით რა პროდუქციასაც უშვებს. ეხლა სადითავო მოდელს არ ჩამოვული. აერგანელებს ეხლა ასე თუ ისე მოწონს ხოლმე, შეიძლება ცეცხლსასროლზეც იყენებდეს, ბევრნაირი მოდელი აქვს სათავშორს, ეხლა ვერ ვიტყვი, ძალიან ცუდი ეგზემპლარები არის ზოგიერთი ხა ძალიან იაფიანიც, მაგრამ აქვს ძალიან კარგი მოდელები. სათავშორს აქვს ამათ შუტინგის ვარიანტში ძალიან კაი ვარიანტი, როდესაც შეგიძლიათ თვითონ ეს მილებიც კი შეიძინოთ და გამოიყენოთ. შესაბამისად, ამ ხოლა ბანდურათი შორს რო ისვრი, წარამარა სროლა თუ იყვარს და ამასობაში სირბილი არ გინდა სამიზნესთან, შეგიძლია ესეთი რაღაცა დააყენო, გამოიყენო ხოლმე. თუმცა მე ჩემი გამოსავალი ნახე, ამისათვის დრონი ვიყიდე და მიფრინდება, შევხედა გამოფრინდება ხოლმე. შეგიძლიათ ესეც გამოიყენოთ. კარგი, ეს არის მოკლედ ატლონის სტენდი. დავიდით სტენდებს. შეგან ბოდიალში მოვაგენი ესეთ ფირმას DNT. შეცდომით უწარავ ამბობ ხოლმე DTN-ს არ ვიცი, რა გამომასწორებს არ ვიცი. მოკლედ DNT ფირმა ვნახე, ეს სახელი ძალიან ხშირად ხვდება ხოლმე, ბოლო 1.5 წელზე ცოტა მეტი არის რა ინტერნეტში რა. ხან აიმას აქვს რაღაც მიმოხილვა, ხან ამას აქვს მიმოხილვა, ვიღაცა აქებს. ქართულ ბაზარზე არა, უცხოურ ბაზარზე მაქვს საუბარი. გარკვეულწილად რაღაც კითხვა გამიშთა კი, მაგრამ რა ჯანდება არის რა, ესეთი საერთოდ აბსმენი რაღაცა და ამასობაში რაღაცა ესეთი პოპულარული ვარიანტი არის. დავიწყე ძებნა, დავიწყე სტენდებზე სიარული და აი ბოლოს სტენდზე, ეხლა გუჩანს აი ეს სტენდი. აქ ჩვეულებრივი ოპტიკები, რომელსაც მივედი დიდი სამით ახლა დავაპირე თავიდან ჩაწერა და რაღაცას ბჟუტურები იქ რა DNT, რომელსაც ვიძახოდი DTN მეთქი. ასეთ ვარიანტში და უცებ უყურებ რინგებზე არის რაღაცა ესეთი ორი ცალი სამკუთხედი ამოხატული ისრებივით. რაღაც ნაცნობია მეთქი კაცო, გამახსენდა კაცო, მაინც აი ესეთი რაღაცა მაქვს მის სახში მეთქი. უყურებ კაცო, აშკარად არკენის ლოგო არის. ჩამოწიო ქვემოდან უყურებ არკენ ოპტიქსია. კაი, შეიძლება დისტრიბუტორია. შემოვიარ წრეში და ერთ-ერთი მოდელი დევს, რომელსაც აწერია DNT 527, ანუ რაც ის არკენის მესამე გენერაცია თუ მეორე გენერაცია EP5-ის გამოვიდა ახალი, ის არის DNT-ს სახელით გამოშვებული. ვერ მოვითვინე მივედი კაცო, მაინც მეთქი, ამიხსენით ეხლა რეალურად ამ გოიმ კაც მეთქი, რა ხდება სამყაროში, რა შეიცვალა ასეთ ვარიანტში, რას ვერ გეწევით მეთქი. Короче, რა ეს DNT გრუპი ჩვენა ვართო, რომელიც უშვებთ იმ არკენსაცო რა. ის არკენი არ გეგონოს რაღაც ცალკე დამოუკიდებელი არსება. უბრალოდ DNT-ს სახელით უშვებთო ჩვენ ღამის ხედვას და რაღაცას და არკენის სახელით უშვებთო შესაძლოა ჩვეულებრივ ოპტიკებს. და ის ერთი მეთქი რო გაქვთ იქ DTN-ის სახელით მეთქი არკენს რო გავსკო და ნუ ხო ეგო შეგვეშალაო მომენტ. მაგას აღარ უშვებთ ესეთ ვარიანტშიო და ეგ არის რაც არის. ეხლა მე უბრალოდ ისე მოვირბინე აქ ყველაფერს გადავხედე. მინდოდა არკენის სხვადასხვა ოპტიკების შედარება, ხო თქვა მაგ EP5 და მაგ SH4. კი, ორივე გასაგებია ხა მაინც. ისედაც ვიცოდი რომ ჩინური იყო და ნუ ხა მით უმეტეს უკვე ვიცი რომ გარანტირებულად ჩინური არის. ვიცი რომ პატარა ხარვეზები აქვს ხა, ნუ შესაბამის ფასის დიაპაზონში ყიდულობ, მით უმეტეს EP5 ვიყიდე Amazon-ზე თავის დროზე ფასდაკლებაზე. აღარ მახსოვს რაღაც $300 თუ რაღაცა დამიჯდა. თავის გამბაჟებიანად ალბათ ერთი $380-მდე ჩავჯექი სუმთლიანად. ამასობაში 5.25-ზე გადიდება და სუბთა ხედვა ყველაფერი კარგად მომწონს, მაგრამ დღეს რო ვაკვირდები, კი რა თქმა უნდა, ხა ის ოპერაციები და რაღაცები ჩანს, მაგრამ აი შევადარე მაგალითად IP Gen 2, ანუ 7.35 რო აქვს. სამეშტავია. ვერ შევამჩნიე ჩემი გოიმური თვალით, ახლა მაგალითად თეთრ ობიექტებზე ვეძებდი სპეციალურად, რომ დამინახა რაღაცნაირად ეს მოლურჯო მოყვითალო კანტები რო არის ხოლმე, რომელიც გარანტირებულად მივიცდება ოპტიკურ ოპერაციაზე. ჩემ და საბედნიეროდ თუ ამათ და საბედნიეროდ არ ვიცი რაც ვნახე სისუფთავია.
იმედი ვიქონეთ რაღაცნაირად კარგი იქნება. ხა რაც შეეხება თვითონ ღამის ხედვის ოპტიკებს, აქ წარმოგვიდგენია რამდენიმე ოპტიკა. კი, იდეაში იაფიანი მოდელებია, მაგრამ აღფრთოვნება სამწუხაროდ ჩემში არც ერთმა არ გამოიგო. შეიძლება ძალიან გავთამამდი, იმიტომ რომ ხა დღეს თელი დღე დავდივარ და ვუყურებ ხან აი ეს რაღაცას ხან იქ პულსარს, ხან ATN-ს, ხან კიდე რაღაცები ისეთები ვნახე. თვალი უკვე მიეჭვა. კარგის დანახვა უნდა რა ფიზიკურად და იმათ ფონზე შეიძლება ჩავთვალო რომ ეს იმიტომ არ მომწონს ალბათ, თორე შეიძლება დამოუკიდებლად რომ ენახა რაღაც დონეზე მომწონებოდა, თუმცა ძალიან პატარა ხედვა აქვს, ბნელია, გამოსახულება რაღაც არა, ჩემი გადასახედიდან არა. ისე თუ რაღაცა მაქსიმუმ მიაწეკით აი არკენს, რომელიც DNT აღმოჩნდა სინამდვილეში და რა ვიცი რა, ნახოთ რა. ეხლა ახლიდან მივიდეთ, გადავიხოთ რომ ნამდვილად გაჩვენთ რომ აი მართლა DNT არკენი არის და ჩემი მოგონებული ზღაპერები არა. ესე იგი ვართ DNT-ს სტენდზე. მოვედით აქ. და ბატონო, თავმოთ აწერია Arken Optics. აი ეს არის მოდელი, რომელსაც აწერია DNT Optics და არის პრაქტიკულად EP5 Gen 2 735/56-ზე. და დანარჩენს უკვე აწერია თავმოთ Arken. ერთადერთი მარტო ეს ეგზემპლარია, რომელსაც DNT აწერია. ეს არის უკვე იგივე მოდელი, ოღონდ EP5 Gen 2 735/56-ზე, ანუ ეს მოდელი და აი ეს მოდელი ერთი და იგივეა, ერთადერთი Sunshine უყენია იმას ახლა წინიდან, დანარჩენში პრაქტიკულად ერთი და იგივე არის, უბრალოდ ეს გამოდის Arken-ის სახელით, ეს გამოდიოდა DTN-ის სახელით. მეტი არაფერი განსაკუთრებული არ არის. დანარჩენი აქ გვაქვს ხა სტანდარტული EPL 4, შეთაშოში შემოწოდა გაცილებით უფრო კარგი ხედვა აქვს მართლა. ვიდრე მაგალითად ეს ერთ პერიოდში ჩვენთან გაპაპსებულ SH4-თან შედარებით. ეს даже უკეთესი არის SH4J არის, ანუ Japan ლინზებზეა წესით და მეორე DTN Optics-ი გაიჩნდა. ისევ იგივე 735. ეს EPL 4. მოკლედ ეს არის ჩვენი Day Night Technologies DNT. აგერ აქვთ ღამის ხედვები. მოდი კიდე ერთხელ გავიხედოთ რომ დავრწმუნდე არ ვწდები. ნუ ახლა როგორი ვარიანტი იცით? აი ჩანს გამოსახულება კარგია, მაგრამ აი წყვეტილად ჩანს რაღაც გაყინულად დადის. ჩაბნელებული გამოსახულება, რა თქმა უნდა, ეთყობა გათამამებული ვარ უკვე რომ კარგი ოპტიკები რომ ნახე უკვე იმას შემთხვევაში უკვე აი ეს უკვე ჩემ თვალზე აღარ მიდის, თორემ ჩანს, ჩვენივად ჩანს ყველაფერი გადასარევათა ყველაფერი. შესაბამის ბიუჯეტის იქნება, უბრალოდ გარკვეულწილად არ უნდა წამოხვიდე ხოლმე ამის ანა გამოფენებს, იმიტომ რომ გავფუშტი რა. თქვა ნორმალურ ოპტიკას რო შეხედავ იმის მერე რატომღაც აღარ გინაკაც დაინახო ესეთი რაღაც. არა და ბიუჯეტში ახლა მე უფრო ამაში ჩავждები, მაგალითად ვიდრე თქვა ის პულსარის ვერსია ვიყიდო. კარგით, მოკლედ ეს იყო DTN-ი. ეს ამათი ღამის ხედვები, არა, თეონვან ეს ხო DTN Optics-ის სახელით რაც გამოდის. იგივე ვითომ Arken-ი რაცაა EP5 Gen 2. კარგი, მოკლედ ეს იყო DTN-ი. აი DTN-ი კი არა, DNT, ვერაფერს ვერ დამიმახსოვრე რა. და კაი, წავედით, დავიშალეთ. ზიგის ოპტიკები ეს გასაგებია სამიზნეცის და ზემოთ ახედვა არ მინდა, იმიტომ რომ გუშინ ხელიდან ძლივს გამაგდებინეს. ვაიმე დედა. აი ეს არის ექსტას.
ეს არის სექსის ბოლო ზღვარი. რატომაც არ აქვს გაკეთებული ბრტყელი, რომ ნორმალურად დადგეს, მაგრამ მაინც ექსტაზია. ეს კილო 3, ნუ შედარებით კიდე არაუშავს სავით, მაგრამ აი იმის მერე რო გაიხედავ, ამაში განხედვა აღარ გინაკას და ეს საერთოდ არც უნდა იყიდო. ჩინურები უფრო კარგი გამოდის, მეგონი, ვიდრე ეს. რომ ამაზე არც გვაქვს საუბარი. აი ეს არის გადასარევი, გადაწყვეტილება 8K. იდეალურად აჩვენებს ყველაფერს. ძალიან ჩქარია, ძალიან ჩქარია, ყველაფერს მაგრა აჩვენებს, მაგრამ უფრო მაგარი არის ზემოთ თუ ავალთ. აი ეს მამაძაღლი 10K Gen 2. ეს რაღაც ექსტაზი არის. მინდოდა ამის ყიდვა, მაგრამ აი ჯერ $2500 ის მამაძაღლი. მეორეს თქვათ რომ წიყიდო. სხვათაშორის წონა აქვს, არ მეგონა თუ ესეთი მძიმე იქნებოდა, ნუ ძალიან მძიმეც არ არის, მაგრამ ახლა ყოველ წამიერი მოხმარებისთვის მძიმეა. ამას პლუს ის აქვს, რომ 10X ბინოკლიც არის ყველაფერთან ერთად და პლუს 10K მანძილმზომი. ძალიან ჩქარი არის, ძალიან ნათელი და გადასარევი ხედვა აქვს, აი პროსტო არ ვიცი ენით როგორ უნდა აღწერო. საშუალება რო იყოს, ეხლა დიდი სამით ამას მოვგლიჯავდი და წავიღებდი, მაგრამ ალბათ გამომეკიდება თელი ზიგი უკან. კარგი, ეს მანძილმზომები, ეს ოპტიკები. პირველი ეს რა GPO. ეს მართალი გითხრათ, არ ვიცი, German Precision Optics. აი ეს. ნახოთ რა არის. ხა ერთი-ორი ოპტიკა შევამოწე, მართლა ხედვა გადასარევი აქვს, მაგრამ ძირითადი სეგმენტი როგორც ხდები, ეს არის სანადირო ვარიანტი, შესაბამისად არის ხოლმე ან დუპლექსის სამიზნე, ან შედარებით გამარტივებული სამიზნეები. Kepler Germany. კარგით, წავედით აბა ATN-ის სეგმენტში. ესეც ATN ოპტიკი IWA-2026-ზე. მაქვს ერთ-ერთი ძველი თაობა X-Sight 4, ეხლა უკვე X-Sight 5 არის გამოსული. განსაკუთრებით მოსაწონი არის, როდესაც მოდელს ინტეგრებული მანძილმზომი აქვს. ეს არის X-Sight 5 3.15 და ეს არის 3, არა, უკაცრავად 5.25. გარეგნულად თითქმის ერთი და იგივეა ორივე. თუ ჩემს რჩევას დავუმჯერებთ და გამოცდილებას. ყოველთვის ორიენტაცია გავაკეთეთ 5.25-ზე, შეიძლება არ გჭირდებათ 25 ჯერად, მაგრამ მინიმალურზე 5-ზე იმუშავეთ ხოლმე. ფასში ახლა ამერიკულ ბაზარს ავიღებ, ევროპაში გაცილებით უფრო ძვირია. ეს სადღაც ღირს ხოლმე $900-დან $1000-მდე, ის სადღაც მერყეობს $1150-დან $1300-მდე. გააჩნია გამყიდველს. მე 3.15-ზე არაერთხელ შემიჩნევი, რომ ხანდახან რაღაც პერიოდებში აქვს ხოლმე წატორმუზება და აი გამოსახულება რომ მიდის, თითქოს და სწორხაზოვნად აყოლებ ოპტიკას, მაგრამ გამოსახულება დახტის და რაღაც წერტილოვანად ნერვების მოშლელი. მაშინ როდესაც ასეთი არ დამიფიქსირები არამის დროს 5.25-ში. უცნაური მომენტია, მაგრამ ფაქტია ყოველთვის რაღაცა ხდება ხოლმე, უკვე მესამე შემთხვევა უფრო სწორედ. ასე რომ მე მოვერიდებოდი ამას, მიუხედავად იმისა, რომ აღწერით ორივეში ერთი და იგივე, აბსოლუტურად ერთი და იგივე ელექტრონიკა არის განთავსებული. რაღაცა აშკარად არის განსხვავება. რა თქმა უნდა, არის კლასიკური ოპტიკის დამაგრძელებელი გადამყვანებიც ღამის ხედვაზე. ესენი იყო ყველაფერი ინფრაწითელი და რა თქმა უნდა გვაქვს ტორის სერია, ეს უკვე რა თქმა უნდა არის თერმულები. რა თქმა უნდა ამასაც აქვს ინტეგრირებული თავისი აქვს მანძილმზომი და სულ ყველაფერი იგივე რაც აქვს შოლებულ ინფრაწითელს. ძირითადად ფუნქციონალი ორივე ხარში რა თქმა უნდა ერთ იგივეა. ბალისტიკური კალკულატორი, გაზომე, შეიტანე კორექტირება, შენ კი არა თვითონ შეიტანა კორექტირება და შენ შეგიცვალა უკვე სამიზნეს სად უნდა გაარტყა. და შენ მხოლოდ დააჭირე ხელი და გასრულა შედეგიანი უკვე ჩაგეთვალა. მოკლედ ეს იყო ATN-ის სტენდი. გადავინაცვლეთ ახლა სხვა ოპტიკაზე.
ეხლა ვარ პრიმარი arms-ის სტენდთან, ნუ ამათი ოპტიკა მე ყოველთვის შოკში მაგდებდა ხოლმე, განსაკუთრებით LPV-ები. ჩემო აერ პლატფორმაზე ვიყენია ერთ-ერთი პრიმარი arms-ის არა. წააგავს რა ისიც ხა სახელს არ დავასახელებ უბრალოდ. არ არის რამდონის და ამ ფასის რა თქმა უნდა, მაგრამ მიახლოებს წააგავს ხედვის რეჟიმის, თორე არა სისუფთავის და გამოსახულების დონით. ეს ოპტიკა ჩემს ყოველთვის სანატრელი იქნება ალბათ, იმიტომ რომ მაგალითად უბრალოდ LPV-ში არ ვიცი რამდენად თუნდაც აქ ადგილზე პირობითად ალბათ 2.5 ევროში და ხა იქ ჩვენთან კიდე ჩამოტანილი გამბაჟებული კიდე რამდენი გამოვა, ალბათ 1-3 ავა. მე ჯერ სამწუხაროდ მაგამდე არ დამწიფდი რომ LPV-ში ახლა გადავიხადო. მესმის არასწორია პირიქით ოპტიკაში რაც შეიძლება ძვირი უნდა გადაიხადო, ერთხელ იყიდო და გქონდეს რო გავიხედავ ხოლმე, თუმცა ხვევიო კი ეგრე არის გასაკეთებელი, მაგრამ მახჩობს რაღაცა დღემდე ვერ გადავწყვიტე ეგ საკითხი. კარგი, მოდი გავიხსენოთ ახლა რეები გვაქვს აქ ფიზიკურად. ესე იგი, აქ ძირითადად წარმოდგენილი გვაქვს შემდეგი სერია. ეს არის PLX-ი, ეს კლასიკური ოპტიკა არის, შესაბამისი ჯერადობით. აბატონო, შეგვიძლია ოჰოჰო. ამას აუცილებლად დავაგემოვნებ. ასევე გვაქვს ესეც კლასიკური ოპტიკა, უნდა შედარებით ნაკლები ჯერადობით. პრიმარი arms-ის რაც მომწონს ხოლმე ყოველთვის ვინაც ამ PLX სერიაში, რომ შესაძლებელი თუ ვიღოთ სხვა კომპანიებთან შედარებით, გაცილებით რომ კომპაქტური და მსუბუქი ფორმ ფაქტორი აქვს ხოლმე და ამასობაში ხედვა გადასარევი აქვს. ჩემი ექსტაზის გამომწევი არის აი ეს მოდელი PLX-ი. თან ეს არის 1.5-დან 12-მდე. შარშან 10-იანი იყო, 10-იან მქონდა შეხება, 12-იანიც ექსტაზში ჩამომდები არის. ერთადერთი მინუსი, რასაც მე თქვა ამ PLX სერიას მოუძებნდი, ეს იქნებოდა ის გარემოება, რომ არ აქვს ასე ვთქვათ ფოკუსის სინამდვილეში ფოკუსი არ ქვია მაგას, მაგრამ ნუ ახლა ფოკუსს დავავკოთ. ფოკუსის გამასწორებელი ცალკე პარამეტრი არ გააჩნია. რაც ცუდად მოქმედებს იმაზე, რომ უბრალოდ დაბალ ჯერადობაზე გადასარევი სუფთა კრიალა გამოსახულება ენით აუღწერელი და როდესაც მაქსიმუმზე ადიხარ, თან აი რაღაც გაპროლოდ რბილად დადის, აი ზედმეტად რაღაც ასეთი მწვავარი გაფრთხილებად დადის. მოკლედ მაქსიმალურ ჯერადობაზე ცოტა იბინდება და ნუ მაგ შემთხვევაში უკვე გასწორება გიწევს აქ უკანა ოკულარით და ნუ ეს მთლად კაი და ობიექტურად რო ვთქვათ სწრაფი მეთოდი არ არის. ერთადერთი მინუსი შეიძლება ეგ ჩაუთვალო და დღეს მე რაც მაქვს ერთ-ერთი ამის მაგვარი ასე ვთქვათ ჩინური ოპტიკა, აი იმას გააჩნია ეგეთი ფუნქციონალური. ნუ რატო არა აქ აი ამას რა გამაგებია. კარგი, დანარჩენი ხა ესენც იგივე PLX სერიები არის. უბრალოდ ჯერადობა დაბალი და დაფერილია, ესენიც აბსოლუტურად იგივე ანალოგები არის. იგივე კიდე პისტოლეტებიც დევს და კოლიმატორებიც, ნუ მივალთ მაგამდეც. ეხლა მე ერთი მინდა გავიხედო აი ამ ოპტიკაში, ერთი წუთი დავაპაუზებ და გაგიზიარებთ გამოცდილებას. Any questions on anything? Not yet. Ui, რესტორანი ბადი აქ რა არის ეს? საერთოდ პრიმარი arms-ში რაც მომწონს, ეს არის ის გარემოება, რომ ხა მე შევეცდები გაჩვენოთ გამოსახულება, როგორ გამოიყურება. სინამდვილეში ალბათ ვერ გადმოგცემთ, იმიტომ რომ თვალთან როდესაც ეს მამაძაღლი მიგაქვს, ნახეთ რა ხდება. ხდება ეს ტუნელის ეფექტი ფიზიკურად და ხედავ რეალურად გახსნილ გამოსახულებას. ანუ ეს მილის ეფექტი არა გაქვს, პირდაპირ გაქვს გამოსახულება, რაც ძალიან შთამბეჭდავია. არა გაქვს შემზღუდავი რაღაც ზღვრების მომქცევი და თითქოს რაღაც მილში ხედებიო ეგეთი ეფექტი არა გაქვს. პირდაპირ შენ თვალთან გაიხსნა სამყარო და პირდაპირ ხედავ იმას გახსნილ მდგომარეობაში. ძალიან შთამბეჭდავია ეგ გარემოება. თავარია სწორედ დაამტყოს თვალი შენს გარემო. Так, შევეცდები ხა მე მოხსნა კამერა. წინსწრებით ვიცი რომ ჩვეულებრივი ხედით ვერ დავსვი, იმიტომ ამოვაყირებ კამერას და გაგახედეთ იმედია დაინახავთ გამოსახულებას. თუმცა არ ვიცი ხა ის რამდენად გამოჩნდება მთლიანი გახსნის რეჟიმი.
აი, ზუსტად ამას გეუბნება. ეხლა ფოკუს დაჭერა კამერისთვის რა თქმა უნდა საშინელება, აი დაიჭირა. მაგრამ აი უცებ ქრება მილს არ ხედავ რა, ეს უბრალოდ შავი კანტი გაქერგული და უკვე სამყაროს სხვა ჩანს იქ, აბატონ. გადასარევი რაღაცა. ზღაპარია. ძალიან ბევრ ოპტიკას არ აქვს ესეთ შესაძლებლობა ხოლმე. იმედია, გამოჩნდა თვითონ პრინციპი. რა ვიცი, მე აღფრთოვანებული ვარ ხოლმე, როდესაც ესეთ რაღაცას ხედავ. უბრალოდ ფასი მახრჩობს. ჯამში ძალიან მაგარი რაღაცებია. პრიმარიანს ყოველთვის მაგარი იყო. თუ არ ვსწრებ, ერთ-ერთ ფირმას ქონდა ჩვენთან ჩამოტანილი. ამისთან თანხებს ვერ გავისწოდი ამაში. წავიდეთ ეხლა ჩვენ ნახოთ პისტოლეტები. პისტოლეტები ყოველთვის მოუწოდა, ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ რაც ამ გამოფენებს დავდივარ ხოლმე, ერთი რაც დავამოყავ. კი, ჩვენთან შედარებით ეხლა პისტოლეტის ყიდვა შეიძლება, მაგრამ მარტო შენახვის უფლებით. ერთადერთი მინუსი რაც გვაქვს, გატანა არ შეგვიძლია ხო თავისუფლად სადღაც მაგალითად ღია ტირში გახვიდე და ისროლო შენს გუნებაზე, ან სადღაც გუნებაში გაიტანო და ისროლო არ გამოდის. მაგრამ ჯანდაბას. ამ შეზღუდვის გამო ხა მე რასაც ვაკვირდები ფიზიკურად. მე მაქვს ერთი ესე დისკომფორტი. როდესაც ვიღებ, ამასაც ხო აქვს არა შესაბამისი სამიზნე. როდესაც ვუმიზნებ, მე ყოველთვის მიჭირს ხოლმე და ვეძებ აი ამ წერტილს რომ დავინახო სად არის ხოლმე შესაბამისი. აქედან გამომდინარე მე დავასკვირნე ჩემთვის ძალიან დიდი პრაქტიკა ჯერ კიდე საჭირო იმისაც რომ პისტოლეტის გამოყენება შეძლო. ჩვენი კანონებიდან გამომდინარე ლოგიკას ვერ ხედავდი რომ აქამდე მეყიდა იარაღი. არც ეხლა ვარ ახლა დიდად მოწადენებული რომ პისტოლეტი ვიყიდო, მაგრამ ხუოდეს მე ვიყიდი დარწმუნებული რომ კაი შრომა დამჭირდება იმისაც რომ ავტომატურად ხელის გაშორისას ვიხვდე ხოლმე და ზუსტად დავიჭირო ის ადგილი სადაც მე ვესწავლობ. გარკვეული გულის დაწყვეტა აღმოჩნდა ჩემთვის. მეგონა რომ დაბადებული ვიყავი პირდაპირ ეგრე, აი ეს ჩემი ფეხები, ვერაფერსაც ვერ გაიცნო თუ არის ვარჯიში. კარგი. და ესეც რა თქმა უნდა კოლიმატორები. რა თქმა უნდა, ახლა აქ სტენდზე არ არის მთელი ხაზი წარმოდგენილი სამწუხაროდ. მაგრამ რაც წარმოდგენილია, ისიც საკმაოდ ეფექტურად ჩანს. ხო, ნუ ამ ვერსიაზე ხა რა თქმა უნდა აღარ არის ისეთი ვარიანტი, რაც იქ LPVO-ზე იყო, რომ მთლიანი მილის ეფექტი ხრება და მარტო რაღაც შავი კანტი ჩანს. არა, სამწუხაროდ აქ ეგეთი რაღაც არ არის, მაგრამ მაინც კარგი და სუფთა ხედვა არის. აი ხა ეგ შორს სადღაც დიდი სიამოვნებით შეიძლება და ნათურის მოხსნა. არ შეიძლება, ყრიებიც არა გვაქვს. ხო, ამასაც იგივე ვარიანტი აქვს. პატარა მილის გამოსახულება მაინც ჩანს რაღაც ვარიანტი. ხლად ესეთი კანტების რეჟიმი არ არის. ძალიან ახლოს აკენია ჩემთვის. თვალის სად მიწევა მიჭერს. ძირითადად პრინციპი ყველას ერთი ეგია. მოკლედ ხალხო პრიმარი arms-ის LPO თუ დაგჭირდებათ, გარანტირად ბულად იყიდეთ. თუ არ ვსწრები, ორი სერია აქვს, ერთი არის FFP, მეორე SFP, ანუ first focal plane და second focal plane. ნუ განსხვავება იმედია იცით, ხო, ერთის დროს ვთქვათ ჯერადობა მოდის მიდის. ანუ ბადე ასე ვთქვათ, ეს PLX ზუსტად ეგეთი არის. მეორე სერია second focal plane-ის აღარ მახსოვს ზუსტად რა ქვია. მაგრამ გამოსახულებით ისიც გადასარევი, უბრალოდ ეს ჯვარი ერთი და იგივე ადგილზე დგება და შესაბამისად არ იცვლება. ამიტომაც სხვადასხვა ჯერადობაზე, ნუ თუ ბადეს იყენებთ ხოლმე ზომების და მანძილების სასაცვლელად, თუ არ იყოს დაგაბნეთ და არ გამოგადგეთ. ასე რომ PLX პროსე ძვირი. ესე იგი, აი, შემთხვევით გამოფენაზე აღმოჩინა ესეთი კომპანია RIX-ი, ჩინური არის. აქვს რამდენიმე საინტერესო მოდელი, ხა ბაზარზე ბევრი რაღაცები აქვს წარმოდგენილი, მაგრამ ძალიან საინტერესოა ესეთი ვარიანტი. Liap L3, Liap R6R, Liap L12R. ეხლა ნახე, ეს არის 384-იან მატრიცაზე, ესენი არის 640-იან მატრიცაზე, ეს არის 1024-იანზე და 1280-იან მატრიცაზე. ზღაპარი ხედვა აქვს. რა ის პულს არის, რის პულს არის, რას ატენი, რა ატენი. გადასარევი ხედვა აქვს.
გადასარევი აქვს ოპტიკური ზუმი აქვს პირდაპირ აქვე, რაც საშუალებას იძლევა გადასარევად ყველაფერი დაარეგულირო. ამით შეგიძლია ფოკუსი გაასწორო, ინტეგრირებული აქვს მანძილზომი, აი ეგ არის ზედა ნაწილში თუ ამჩნევთ. ქვემოთ ჩვეულებრივი ოპტიკა არის, უბრალოდ ფასები არის ისეთი, რომ ვაი დედა, ეს ღირს სადღაც $6,000 ეკვივალენტში მიახლოებით, ესენი ღირს სადღაც $4,800 ეკვივალენტში და ეს ღირს სადღაც $2,800 ეკვივალენტში. კონტაქტები კი გამოვართ, მაგრამ ეს პირადად ჩემი სეგმენტიდან გასული არის, მაგრამ თუ ვინმეს რამე დაგჭირდებათ, შეიძლება ამათთან დაკავშირება. Night Force-ის სტენდი, Night Force და Light Force განათებებშიც არიან შემოჭრილები. ნახოთ ახლა ამ სტენდი. აბატონო, ეს ყველანაირი მანქანების აქსესუარები სანადირო თუ რა ვიცი, დასაბრმაებელი. ეს იმდენად ალბათ ჩვენ არ გვაინტერესებს. ჩვენთვის საინტერესო იქნება აი ესენი. გადავხედოთ ახლა ამათ და ვნახოთ როგორ გაიქნება. NX8 სერია. ესეც ატაკარი. შარშან მე ატაკარმა გული გამიტეხა. სავარაუდოდ ალბათ რაღაც დაზიანებული მოდელი იდო, რის გამოც ვერაფერ ვერ მოახერხე ფოკუსის გასწორება და ჩავთვალე რომ რაღაცა ვერ ლავეს იყო სიტუაცია. ამასობაში შეიძლება უბრალოდ ვიღაცამ დააგდო, როგორც მაგალითად ჰიკ მიკროსტენზე წავეს არის, ვიღაცას გაუვარდა ძირს დაერდო, დაებერტყა, აიღეს სტენზე დადეს. ნუ გასაგებია იმის მერე იმან შეიძლება ნორმალურად აღარ იმუშაოს, მაგრამ ჩემნაირი მოვა შეხედავს და მე დასკვნას გააკეთებს, უი ეს ბანძი არის. ამასობაში არასწორი წარმოდგენა შეიქმნა. კარგი, გადავხედოთ ამათ ყველაფერს. NX სერიაც. ესეც NX სერია. კარგი, მოდი ყველაფერს გადავხედოთ, ნახოთ რა იქნება, როგორ იქნება. კაი, მოკლედ ასე თუ ისე. ხელები ვაფათურე ამ სერიაშიც, ატაკარშიც, NX8-შიც. წელს ყველა მოდელი კარგი არის, არც ეც არ აქვს არც პრობლემა ფოკუსირებაზე, არც რა თქმა უნდა ოპტიკურ ოპერაციებზე, აქ საუბარი არ არის. ძალიან კარგი არის ეს ატაკარ ვერსია 36X-ი. შარშან ზუსტად ამ მოდელმა გამიტეხა გული, მაგრამ წელს აშკარად უკვე კაი მოდელი აქვს წარმოდგენილი. ეტყობოდ ჯერ არავის არ დავარდნია ძირს, ასე ვთქვათ. ეს ცოტა უფრო ბიუჯეტური ვარიანტია, კარგად აჩვენებს, შვენიერი ხედვა აქვს, მაგრამ რა თქმა უნდა ვერ შეედრება ამას. რაც შეეხება NX8 სერიას. ძალიან კაი მოდელია აი ის ზედა. No problem. მე LPV-ზე თითქმის რაღაც ჩანასახია აქვს იმისი, რომ კონკურენცია გაუწიოს ჩემი გადასახედა, რა თქმა უნდა, ხა რამდენად ტექნიკურად მართებულად ვიტყვი არ ვიცი, მაგრამ ჩემი გადასახედიდან შეიძლება დაეწიოს პრაიმარი arms. მაგრამ შეიძლება, არ ეწევა რეალურად. ძალიან ახლოსა, მაგრამ არ ეწევა. ხედით. პრაქტიკულად შორს არის პრაიმარი arms-დან, აი ეს ვარიანტი. და უნდა აღინიშნოს ვარიანტი, რომ ყველა მოდელი პრაქტიკულად წელს რაც არის წარმოდგენილი, უმეტესობას აი ტენდენცია იმჩნევა რა. FFP დღეს უკვე must have ვარიანტია და SFP ძალიან იშვიათად განიხილება ალტერნატივად. კი, რა თქმა უნდა არის SFP ვერსიებიც, მაგრამ იმ რაოდენობით არ არის წარმოდგენილი, რაც წინა წლებში იყო ხოლმე. კარგი, მადლობა უთხრათ Night Force. არ ვიცოდი მაგალითად თუ Night Force-ის მაგალითად Light Force-იც ქონიათ ამათ ხაზი. წინა წლებში ესეთი რაღაცა არ მინახია. თვითონ ოპტიკის ხაზი ძალიან პატარა რაოდენობით აქვს წარმოდგენილი. მაგრამ განათება გაცილებით მეტი რაოდენობით აქვს წარმოდგენილი. კარგი, სულ ეს იყო. მოხვდი Lippers-ის სტენდთან, ერთ-ერთი ძველი მწარმოებელია ჩემი გაგებით. ჯერ კიდევ ღრმა პერიოდში არსებობდა. ეს ამით 20 წლის წინ, როდესაც რაღაც ლეგენდები დადიოდა, Lippers-ი მაქვს, იცი რა მაგარია. მე ხა ამას უცებ შემოურბენ, ნახავ. ნუ წინასწარ უკვე გადავხედე რაღაც ოპტიკებს და რაღაცებს, კი ვიცი როგორცაა, საკმაოდ კარგი ხედვა აქვს ფოთაშორის. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მიცით რომ ჩინური არის, თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, ეხა იქ უკან მაგალითად თუ შევხედოთ, აი იქ აი იმ ადგილზე
მიხედავთ ამერიკის დროშა არის ზემოთ განთავსებული, ეს შევიცილებით აი ეს ამ ადგილზე და აწერია UTG Pro made in Michigan. სინამდვილეში ხა Lipers's და UTG-ც იყო რა თქმა უნდა ჩინური კომპანია, უბრალოდ წარმოება გადაიტანეს ამერიკაში და ამის მერე გახდნენ უცებ ამერიკელები. თუმცა ხა იქ რო ჩამოვართ უბრალოდ ხალხს, ვინც დადიან, ნახავთ რომ უმეტესობა მაინც შესაბამისი სახის ხალხი არის. ამიტომაც ფესვები ვიცით საიდანაც მოდის. Lipers'i ერთი პერიოდი მაგალითად ძალიან გაპაფსაებული იყო ჩემთვის, როდესაც სადღაც 20 წლის წინ პნევმატიკაში ვიყავით ხოლმე, იმიტომ რომ ზამბარდგუშიან პნევმატიკაში მაგალითად არის ესეთი ვარიანტი, რასაც უკუცემის გარდა აქვს კიდე წინცემა. ბევრმა არის ხოლმე ესეთი რაღაცა, აი რა ვიღოთ მაგალითად ესეთი ვარიანტი. პნევმატიკაში როდესაც ისვრით, ოღონდ ზამბარდგუშიანზე მაქვს. მე არ მაქვს საუბარი CO2-ზე ან PCP პნევმატიკაზე. არამედ ზამბარდგუშიანზე, გადასატეხულიანზე. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ ნიტრო პისტონი გიყენიათ, მანდამაინც რატომღაც სხვანაირად აღიქვამენ ხოლმე ამას თუ ჩვეულებრივი დახვეული ზამბარა. თქვენს იარაღს აქვს ესეთი პრინციპი, როდესაც ტენით უკან მოდის დგუში და გასროლისა ზამბარის ზემოქმედებით ეს დგუში მიდის წინ. ეხლა ნახეთ აქ რა ხდება. გასროლის მომენტში, როდესაც გაისროლეთ, ხო, დგუში წავიდა წინ, ზამბარა შესაბამისად უკან გაწובה და თქვენ ამას აღიქვავთ, როგორც არის ეს თქვენთვის უკუცემა. აი ეს უკუცემა სტანდარტული და ნებისმიერი ოპტიკა 50 კალიბრამდე გათვლილია შესაბამის უკუცემაზე მუშაობისას, მაგრამ ზამბარდგუშიან პნევმატიკაში ეს დგუში აგრძელებს მოძრაობას წინ და ამას გარკვეული მასა აქვს, რომელიც არის პრაქტიკულად ენერგიის აკუმულატორი. ამან დააგროვა ეს ენერგია, წავიდა და ბოლოს რას აკეთებს, ეჯახება წინა კედელს. აი წინა კედელი ნიშნავს იმპულსს, როდესაც აი მთლიანად იარაღიც წაიღო. შესაბამისად უკუცემა გქონდათ და თან კიდე წინცემა არის. არ არსებობს ესეთი ტერმინი, უბრალოდ ახლა რაღაცნაირად ხომ უნდა აგიხსნათ, რომ არსებობს ესეთი ეფექტი. შესაბამისად აი ეს უკვე არის ძალიან დამღუპელი ნებისმიერი ოპტიკისთვის. აი სუპერ-პუპერ ოპტიკა რო აიღოთ, რომელიც 100 წელი ცხოვრობს, თქვათ 50 BMG კალიბრზე, ზამბარდგუშიან პნევმატიკა შეიძლება 10 გასროლაში ჩაიშალოს. მიზეზი ზუსტად ეს ვიბრაცია ერთი დამთავრებული არ არის, მეორე კიდე დაემატება, ყველანაირი ხრახნები რაც იქ გათვლილია ლინზების ჩასამაგრებლად, გათვლილია ისე რომ შესაბამისად უკუცემის ვარიანტში არის გათვლილი და როდესაც ორმაგი ვიბრაცია ეწყება, ეს ყველანაირი რეზვები იშვებს, ნელ-ნელა იწყება ხან ლინზის გადატრიალება და იქ ჯვარი მე ხან ასე ეყენე, ხან ისე ეყენე, დადის იქით აქეთ. მე ყველა ლინზა იშვება, შიდა მექანიზმი ცალკე დახტის, მე უკვე ბარაბნების ტრიალიც უკვე აღარ მუშაობს და ბოლოს გადასაგდებია ხოლმე პნევმატიკაში გამოყენებული ოპტიკა. აი Lipers'i იყო ერთადერთი იმ პერიოდში, რომელიც უშვებდა ხაზს და ეწერა TS-ი. ესე იგი True Strange, ანუ ნამდვილი ძალა თუ ნამდვილი გამძლეობა, რა, როგორც გინდა დაქვით, რომელსაც ჰქონდა სარეკლამო ვარიანტი, ჩაქურს აქედანაც ურტყავდა, იქიდანაც ურტყავდა და არ იშლება ოპტიკაო. ნუ იმ მომენტში უძლებდა სანამ გამოჩნდებოდა მაგალითად სანახებო H125 და H125, რომელიც დედ დაუტირა ყველაფერს და ყველაფერი მოსმა. მხელა ენერგეტიკა აგებს, ვერაფერი ვერ გაუძლებს, ვერანაირი მუხტი. კარგი, ახლა უცებ გადავხედოთ სტენდზე როგორ აიქნება. დღევანდელი დღისთვის ახლა რამე აქტუალური ოპტიკა განსაკუთრებული ამათ წარმოდგენილი არ აქვს. დავიწყოთ ახლა თვითონ UTG-ის და Lipers's სტენდის მიმოხილვა. იარაღები ამათი არ არის, ამათი არის თქვა ეს ნებისმიერი ოპტიკა, გინდა დიდი, გინდა პატარა, შესაბამისი სამაგრებიც, თქვა ესეთი რაღაცეებიც. ნებისმიერი კოლიმატორი იქნება, LPV იქნება თუ იქით სტენდზე წარმოდგენილი ჩვეულებრივი ოპტიკები, ყველაფრის ამის წარმოება ოპტიკის აქვს. გარდა ამისა, რაც ამერიკაში გადავიდნენ, აქტიურად დაიწყეს ესეთი ჰენდგარდების წარმოება ნებისმიერის, კონდახების, ჭიდები, თქვა AK AR-ის 308-ის 9 მმ-ის, ყველა ესეთი ჭიდი, რომელიც შეგვხვდებათ ხოლმე და ფერის ენა შეიძლება ესეთი ლურჯი არის, ეს არის აუცილებლად UTG-ის მიერ გამოშვებული. საქართველოს გაიჩნდა ვიღაცა, ვინც მაი მარკეტზე ყიდის ხოლმე ამ ჭიდებს. სწორედ ეს UTG-ის მჭიდები არის ხოლმე. ასევე შეხედეთ, აი აქ არის მთელი ხაზი ბიპოდების. შეიძლება რაღაც მომენტში ამოიცნოთ კიდევათაც რომელიღაცა ბიპოდი საკმაოდ ცნობილი ფირმის კლონი შეიძლება აღმოჩნდეს. ნუ ხარისხი შედარებით ისეთ ვარიანტია, თლათ ჩინური ნაგავი არ არის, მაგრამ ახლა განსაკუთრებული ტოპ მოდელებიც ასე ვთქვათ არ არის. ეს უკვე რელსებია. სიდიაში საინტერესოა, ასეთი სყიდვა მინდოდა და მე დაუბრუნდები ნახავთ, რამდენად გამძლე არის ღირს თუ არა ამის სყიდვა, რომ ვთქვათ ჩემ თოფზე წინ გაწევა გავაკეთო. ეს ჰენდგარდები, კონდახები, ლუდს არ ყიდიან, არც შაიდანს. ეს ნებისმიერი ესეთი ღია სამიზნეები ყველა ტიპის, სასხლეტები,
და ნუ რა თქმა უნდა პისტოლეტი აქ უბრალოდ მულაჟი არის, იგულისხმება რა თქმა უნდა კოლიმატორები და შესაბამისი ყველანაირი სამაგრი, მაგნიფაიერები, რინგები და გადმოვიდეთ კლასიკურ ოპტიკებზე. კლასიკური ოპტიკები დღეს უკვე გადავხედე, LPV-საც და ჩვეულებრივებსაც. კი, კარგად ჩანს, საკმაოდ ნორმალურად ხედვა აქვს. ზოგიერთში უბრალოდ ბადი არის ძალიან სქელი, ზოგიერთში ნორმალურია, მაგრამ დღეს რამე განსაკუთრებული ვაიდე და არ არის. თუმცა ხარისხით ზოგიერთ ასე ვთქვათ, მაღალი დონის ჩინურს უსწრებს და ჯობია. ასე რომ ჩამორჩენილი, წარმოებელი ნამდვილად არ არის. დროს მიყვება, ფეხს უკან არ ითრევს, ასე რომ რაღაც დონეზე ბიუჯეტური ვარიანტის განხილვა თუ გინდათ, თამამად შეგიძლიათ ამ წარმოებელზე ორიენტაცია გააკეთოთ. ეს იყო Lippers და UTG-ის სტენდი. პარდის სტენდი ბევრი იცნობს. მე ხა უკვე აქ შემოვერბინე, რაღაცები დავათვალიერე და პირდაპირ ხა დრო რო არ დავკარგო, შემიძლია გითხრათ შემდეგი რაღაცა. რა თქმა უნდა, აქ რაღაცები წარმოდგენილი არის შედარებით ახლებით. მაგალითად, Predator სერიები, ვიღოთ, Pantera, ესეც Pantera და ესეც Pantera. ხა ნახეთ. აი ეს ორი Pantera, რომელიც თავდება EX-ით, ესეც და ესეც. ეს შეგიძლიათ თამამად აიღოთ. გადასარავი ხედვა აქვს, იდეალურად ხედავს თერმული მოხდა ჩვენი რაღაცა. აი ესეც ვითომ Pantera არის, მაგრამ ეს თუ არის Q სერია, ამას ბოდიში ჩამოვარდება. ეს უკვე გაცილებით კარგი არის ვიდრე ეს, ასე რომ ეს ჩამოვარდება წინა ორ მოდელს. ეს უბრალოდ ზემოთა დამატებითი ვარიანტია და სამწუხაროდ ეს პირიქით ამასაც კი ჩამოვარდება. ახლად საღდება აი ეს მოწყობილობები. ასე თუ ისე შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არც ერთი აქ არ ამართლებს. მიუხედავად იმისა, რომ კი შედარებით ახლავია და სენსორებიც ახლა თუ დავკვირდეთ, მაგალითად შესაბამისი არის, ხო? 1, 2, 3. ეს ცოტა სხვა არის, ასეთ ფორმას ამ ცოტას არ შევხედავ. ამ ხაში მიუხედავად იმისა, რომ ეს ახალია, ძალიან შეკვეცილი ფუნქციონალია. თუ საშუალება გექნებათ, ახლა რა თქმა უნდა, იყიდეთ აი ეს. ამას აქვს ინტეგრირებული თავისი მანძილმზომი, შესაბამისად ბალისტიკური კალკულატორი და მოკლედ ყველანაირად გამართლებულია აი ეს. და ეს ამისი ტექნიკური სპეციფიკაციები, შეგიძლიათ კადრი გააჩეროთ და გადაიკითხოთ უცებ თუ რამე გაინტერესებთ. კარგი, ეს თერმული რაც იყო, რაც შეეხება ღამის ხედვას. ღამის ხედვის ვარიანტში არის ეს Night Stalker-ები 2K, 4K, მაგრამ მინის სერია. არ გირჩევდით, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება იაფი იყოს და თითქოს და გარჩევადობა არც თუ ისე პატარა არის, მაგრამ არა, არ გირჩევთ არანაირად. თუ დაგჭირდებათ რამე, განიხილოთ აი ეს ორი მოდელი. აი ეს არის Night Stalker 4K EX და Night Stalker 4K 2.0. სენსორი ორივეს ერთნაირი აქვს, მაგრამ ხედვა გადასარევია, ზღაპრულად ჩანს ყველაფერი. დანარჩენი ახლა მოდელები ფიზიკურად ეს დიდ ვერაფერს იძლევა, ვიდრე თავღერს ამაზე გაჩერება. იდეაში ორი მოდელი არის ღამის ხედვაში და ერთი მოდელია 640-იანებია იდეაში ორივე Pantera EX ყავთ. აი ეს ბოლოში დააკვირდით, რომ EX ეწეროს და LRF იყოს, ანუ მანძილმზომი კონდეს, თორე ესეც Pantera არის იდეაში, მაგრამ აი ეს Q სერია არის და არა, ეს აღარ ამართლებს. მოკლედ ეს იყო პარდი, ჩინური, მაგრამ ხარისხიანი და იაფიანი ღამის და თერმული ხედვის მოწყობილობები. ესეც უკან Leopolds სტენდი. უკვე რაღაცებს წავალე ხელი, ნახე, რა უნდა თქვა რა, ტოპ წარმოებელია. ერთ-ერთი საუკეთესო მოდელები აქვს, რა თქმა უნდა, Mark 4 ხო არის და არის, რაფერს ვამბობ, მაგრამ ეს საერთოდ შოკის მომგვრელია. გადასარევი ხარისხის იარაღია. უკაცრავად ოპტიკა. ბოდიში უკვე ენა მემა უკვე მეოთხე დღეა დღის ბოლოა, ვეღარ ვაზრუნებ უკვე ფიზიკურად. რაღაც საშინელ დღეში ვარ.
წარმოიდგინეთ ახლა ლუპოლს რომ მეოთხე დღეს იპოვი, მანამდე ფიზიკურად რო ვერ ნახე, არა და ამასობაში აქვე ვიყავი 1.60 შეჩაუარე, ეგერ არის ჰორნადი, ეგერ არის ჰოფმანი, იქით არის გლოკი უკან 1.60 შე ვიყავი გლოკთან. ლუპოლდი ამდენჯერ გავმოწე. როდესაც რაღაცაში ჩართული ხარ, ძნელი უცებ რაღაცა იპოვე. მოკლედ ძალიან მაგარი ოპტიკებია. რა ვიცი, თუ რამე შევძელი ყველას ხელი გადავალე, ყველა გადასარევად ჩანს, ნაი, კონფეტი არის. განსაკუთრებით ეს მომეწონა. უზა 5 ჯერადი. ჩემებურად ასე თქვა შევამოწე თეთრ ფონზე, შავ ფონზე, თეთრი კანტები რაღაცები. ოპერაცია პრაქტიკულად არ არის. ძალიან ნათელი ოპტიკა არის, რამდენადაც შეიძლება ახლა ნათელი იყოს აი მისთან სივრცეში, დღის შუქზე, გარეთ რა თქმა უნდა გაცილებით უფრო ნათელი იქნება. ასე მინდა თქვა ხაზი გაუსვა ესეთ ვარიანტს, ერთ წუთი. მოდიალში ვიპოვე აი საყვარელი ნივთი. RX 5000. არაფერ ჩამოვარდება ზიგს. აი ძალიან სწრაფია, ძალიან საკაიფო ჩქარა მუშაობს. თუ რამე უცებ გაზომოგინეთ, აი რა ვიცი, დაჭერა და ციფრის დაწერა ერთი არის ხოლმე რა პრაქტიკულად. ძალიან ჩქარი, კარგი. მანძილზომი არის. კიდევ არის აქ მეორე ვერსია. 1400-იანი, მაგრამ ეს თვითონ ხელში სფურფუტელა და არა, ესეთი სწრაფიც არ არის, ინფორმაციაც გაცლებთ უფრო ნაკლები გამოც, ანუ სოფტვერში შესაბამისი აპდეიტიც არ არის, ასე თქვა გაწერილი. მოკლედ ისე ვერ მუშაობს როგორც საჭირო. ასევე რა თქმა უნდა, ბინოკლები. ეს ყველა ნორმალ მონადირეს ბინოკლი ყოველთვის უნდა გქონდეთ, იმიტომ რომ მე რასაც დავყურები ვარ, ოპტიკაში ვიყურები ერთია, მაგრამ უცებ რაღაც მოძებნაგინა ოპტიკაში ვერ ეძებ. აი, გამოსავალი. ახლა ნებისმიერი რომელსაც აიღებთ, უაი დედა. ეს ძაფზე დაბა მოკლედ კატასტროფაა. ახლა ჩემ თვალზე ცოტა მოსარგებია ეს. იბოთ, აი ეს. ხო, აი ეს მაგალითად ახლა ძალიან გამომადგებოდა ნადირობისას. 10-52, კლასიკური სტანდარტული ზომა. ჩინურები რამდენი მაქვს ნაყიდი? ამხელაც, ესეთი წვრილიც, აი ამ სისქეც. არ ამართლებს რა, ან მქონია შემთხვევა, რომ ცალი თვალი მუშაობს მართლა, სიტყვაზე თუ ჯერადობით სვამება მეორე ფიქსირებულია. ან ისეა არეული რაღაც აი ოპტიკაში ლინზები ერთმანეთში, რომ ცალი თვალი დაჭირდა გიჩნდეს, რომ მეორეში გაიხედო, იქნებ რამენად დაინახო გამოსახულება. ამაზე ყოველ შემთხვევაში მე უკვე მომწიფებული ვარ, როდის შევიძენ, არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ რაღაცა ერთი ნორმალური უნდა ვიყიდო, იმიტომ რომ გჭირდება ნებისმიერ ვარიანტში. გამოსავალი სხვა არა გაქვს და ჩინურები პრაქტიკულად ალტერნატივას არ გიქმნიან. ბიჭო, ენამებმა უკვე ვეღარ ვლაპარაკობ. დაღლილი ვარ კატასტროფულად. ერთადერთი კონკურენტი რაც შეიძლება ამას ჩავთვალო, იმ სახით რომ თქვათ აი ინტეგრირებული აქვს ისიც და ავტომატურად არის ესეც, ეს არის ზიგის 10 კილო, აი ეს ბინოკლი, თან განსაკუთრებით მეორე გენერაცია. აი დღეს ვიყურებოდი, გუშინაც ვიყურებოდი, ვეწუწუნე და წად ბიჭო გაიარე აქედან. ესეთი ვარიანტი გამოვიდა ხა 2500 თუ 2700 დოლარი ღირს იმას ვინ მოგცემს, კარგად იყავიო. ასე რომ სამწუხაროდ წელ ხელცარიელი ვარ, არაფერი ისეთი ბედნიერი არა მაქვს რა, როგორც ხელწამოსაგრავი და წამოსაღები. მოკლედ ეს იყო IWA 2026, იდეაში მე მგონი ბოლო სტენდზე ვარ. ნუ აქ სტენდებს რა დალევს, მაგრამ ჩემთვის არის ბოლო, იმიტომ რომ ეს არის მეოთხე დღე არის ხოლმე მოკლე, როგორც ეს 3 საათზე თავდება ხოლმე გამოფენა, ეხლა ჩავხედოთ მაგალითად რომელი საათია, ამათი დროით უკვე 13 საათი და 56 წუთია. გასრავად. ამათ. ერთ საათში საერთოდ აქ ერთ ზარს დარეკავენ დიც და იტყვიან აბა დაახვიეთ ყველა მაქედან. მოკლედ გაუძელი როგორღაც მოურჩით. რა ვიცი, ლუპოლდით ხურავი დილეში. კარგი, მოკლედ იმედია საინტერესო იყო საერთოდ ჩვენი მოხილვები და მოგზაურობა. ბოდიში ლუპოლზე აშკარად მე თვითონაც ხვდები რომ ძალიან ზერელეთ რაღაცა ესკაია მორჩა მაგით საქმე. მაგრამ რა ვქნა, მეც გამიგეთ ადამიანს აღარ ვგევარ. ზედმეტი მომივიდა აშკარად
გადავაჭარბე ჩემ შესაძლებლობებს. Ну, რაც იყო იგი. კაი, წარმატებები და მომავალ წლისთვის იმედია მეგობრები ჩემმიერთდებიან და რაღაცნაირად ადამიანურად გადავლახავთ პრობლემას და უფრო სერიოზულად და ჩამოყალიბებულ რაც ინფორმაციას შემოგთავაზოთ. კაი, აბა. ესე იგი, ჩვენ ვართ აქ, შმიდმედერის. Can you help me understand what's happening? Yeah, let me help you. How So can I help you? when I try to Yeah. see, let's გაიშტერე, ამ ხელაზე აწერია outcome optics. ეს რომელია?